კონფლიქტი დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის. ტრამპი მასკის კომპანიებისთვის სუბსიდირებისა და სამთავრობო კონტრაქტის შეწყვეტას არ გამორიცხავს. ამასთან ტრამპი აცხადებს, რომ მასკს წასვლა თავადვე სთხოვა. საპასუხო პოსტები გამოაქვეყნა ილონ მასკმა. შეერთებულ შტატებში ახალი პარტიის შექმნაზე ინტერაქტივი გამოაცხადა. დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფების შედეგად რეცესია იწინასწარმეტყველა და სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტს დაეთანხმა, სადაც ტრამპის იმპიჩმენტსა და მისი ვიცე-პრეზიდენტით ჯეი ვენსით ჩანაცვლებაზე იყო საუბარი. კამათს შედეგი ავტობაზარზე უკვე მოჰყვა. კომპანია ტესლას აქციები 9%-ით გაუფასურდა და თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ყველაზე მარტივი გზა დავზოგოთ ფული ჩვენს ბიუჯეტში მილიარდობით დოლარი შევწყვიტოთ ილონის სამთავრობო სუბსიდირება და კონტრაქტები. ილონი გადაიღალა, ვთხოვე წასულიყო. წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა. მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი და ის უბრალოდ გაგიჟდა. დრო ამერიკაში შეიქმნა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80%-ს. ტრამპის ტარიფები წლის მეორე ნახევარში რეცესიას გამოიწვევს.